გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია ამ ვიდეოს ჩაწერას ვგეგმავ. მინდა რომ ვისაუბრო მაგისტრატურაზე, რატომ გადავწყვეტე საერთოდ რომ მაგისტრატურა ჩაებარებიე, როგორი იყო ჩემი უნივერსიტეტებთან ურთიერთობა და მინდა რომ მიმოვიხილო რა გამოწვევები ახლავს ახალგაზრდა დედობას და პარალელურად იმის დასს რომ კარიერულადაც განვითარდე, ჩაბარო უნივერსიტეტში, რაღაც ახალი ისწავლო. მოკლედ ყველაფერზე, რაც ზოგადად სწავლის მხრივ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხო? ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ბევრი დედიკოსთვის მაგალითი აღმოჩნდეს, რადგანაც ის გზა, რაც მე გავიარე, ნამდვილად არ იყო მარტივი. ბაკალავრი გავიარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით. და ვიყავი მეორე კურსზე, როდესაც მომიწია გათხოვება. მომიწია გათხოვება, როცა ვამბობ, გულისხმობ ზუსტად მაგ ყველაფერს, რომ მომიწია, რადგანაც ისე თქვა, მე და ჯავახა არ ვგეგმავდით ოჯახური ცხოვრების დაწყებას მაგ პერიოდში, ვიყავით დაახლოებით 6 თვე ერთად. ძალიან სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, ჩვენი მშობლებიც იცნობდნენ ერთმანეთს. მოკლედ, სერიოზული ურთიერთობა გვქონდა საკმაოდ, მაგრამ ჯერ ოჯახზე და ამ ყველაფერზე არ ვფიქრობდით, რადგანაც მე ჯერ უნივერსიტეტი მინდოდა რომ დამთავრებია და მოკლედ ჩემს გეგმებში არ იყოს გათხოვება და მით უმეტეს გორში საცხოვრებლად გადასვლა. მაგ პერიოდში 2019 წელს დაიწყო კარანტინი, ეს პერიოდი იყო ზუსტად და იყო აღდგომის პერიოდი. როდესაც მამაჩემ მითხრა რომ ჩავსულიყავი ბათუმში რამდენიმე დღით, ჩავედი ბათუმში და ეს იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ქალაქები ჩაიკეტა. ანუ თუ გახსოვთ მანქანაში რომ არ შეიძლებოდა 3 ადამიანზე მეტი ჯდომა და ქალაქები რო იყო ჩაკეტილი და ვერ გადიოდი ქალაქიდან, აი ზუსტად ეგ პერიოდია. მე და ჯავახა ძალიან შეყვარებულები ვართ მაგ პერიოდში და ერთი დღეც არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე. ამიტომაც რაღაც პერიოდი რომ გავიდა და ანუ ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, გადაწყვიტა რომ ჩამოსულიყო ჩემთან და წავეყვანე. მოვიდა ჩემთან სახლში, რაღაცნაირად ყველაფერს ესეთი ფორმალური სახე მიეცა და ეს რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა ის, რომ გადავედი მასთან საცხოვრებლად. ამ პერიოდში გადავწყვიტე რომ ამიყო აკადემიური უნივერსიტეტში და დამისვენა 1 წელი. თან ამ პერიოდში იყო ონლაინ სწავლება და არ გადაწყვეტილება სიმართლე გითხრათ არ ვნანობ. რადგანაც დაემთხვა ორსულობის პერიოდი, მენტალურად ისე ძალიან ცუდად ვიყავი, ამიტომაც სხვა გზა არც მქონდა და თავფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება არც თუ ისე შედეგიანი იყო მაგ წელს. ყოველ შემთხვევაში ეხლა ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლების ტექნიკები შეიცვალა, მაგრამ რაღაცნაირად ეგ იმდენად ახალი იყო იმ პერიოდში, რომ მოკლედ არავინ არ იყო კმაყოფილი მაგ წლის შედეგებით და სწავლის დონით. ამიტომაც 1 წელი დავისვენე და შემდეგ დაიწყო მართლა ყველაზე რთული პერიოდი ალბათ ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ დავდიოდი გორიდან, ვინც დიდი ხანია მიყურებთ, იცით, კვირაში 2 დღე, გონი სამშაბათ ხუთშაბათ პარასკევი მქონდა ლექციები, ანუ სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, მივყვებოდი მინივენს, მაშინ არც მანქანა არ მყავდა. მე ჩავდიოდი ვევხვიდე მოყმეს, თან იქნებ მივყვებოდი მარშრუტკას და მოკლედ აი 2 საათი როგორ მჭირდებოდა უნივერსიტეტში მისასვლელად იზით და მთელი დღე უნივერსიტეტში ვიყავი და მოკლედ როგორც იქნა ბაკალავრი დავასრულე. შემდეგ გადაწყვეტა მაგისტრატურის ჩაბარება ეგრევე, იმავე წელს როცა დავასრულე. მაგრამ ასევე ვინც ვიყურებთ, გემახსოვრებათ რომ მაშინ ვიყავი ძალიან ცუდად მენტალურად, ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე. არაფერი არ მიტოდა და მაგისტრატურის გამოცდაზე გავედი, ძალიან კარგად ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე საერთოდ მაგისტრატურაზე სწავლა და მივაწექი უფრო კოუჩინგს და ზოგადად ფსიქოლოგიით დავიტერეს და მაგ მიმართულებით გავაგზავნე სწავლა. სიმართლე გითხრათ, ეხლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა მაგისტრატურაზე სწავლა. უბრალოდ მამაჩემა, აი იმდენად იმოქმედა, რომ აი აუცილებლად დამჭირდება, საჭირო ხალხს გაიცნობ. სწავლის პროცესში იქნები და რაღაცნაირად აი დამარწმუნა რომ მჭირდება. ამიტომაც ეს სპონტანურად გადავწყვიტე. მინდოდა რომ მამა გამეხარებია, რეალურად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. თან კიდე სკოლაში მიდი, შესაბამისად მეც გამომითავისუფლდება ესე ვთქვათ დრო იმისთვის რომ ვიარე უნივერსიტეტში და მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება პროცესი. როდესაც თუნდაც ეხლა ვართ მე და ინა ერთ-ერთ სასტუმროში და ყოველთვის როცა სადღაც ვარ და არ ვარ დედის როლში, ყოველთვის აი ესე ხშირად მეკითხებია რომ აი სად არის შენი შვილი და რეალურად ეხლა მე ამაზე უკვე დიდი ხანია ვიმუშავე და აღარ მაქვს რანაირი
მძაფრი რეაქცია, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ძალიან პატარა კირას ვუტოვებდით ჩემს დედამთილს, რომელსაც აი მილიონი მადლობას გადავხდით ჩემი ცხოვრება, რომ ეს შემიწყო ხელი. მაშინ ძალიან ნერვიულობდი, განვიცდიდი, რომ რაღაცა full time დედიკო არ ვიყავი და რაღაცა სწავლის გამო ჩემს შულს ყურადღებას ვაკლებდი და დღეს ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ნორმალური, ადეკვატურია და საჭიროც კი არის ყველა დედასთვის, რომ რაღაცნაირად იმ დედობასთან ერთად, ვინც როგორ ვახერხებთ, იმის მიხედვით შევიცადოთ მაქსიმალურად, რომ ვისწავლოთ, განვითარდეთ, ვიმუშაოთ და რაღაცნაირად აი ამის გარდა სხვა ცხოვრებაც გქონდეს. დედობა არ ნიშნავს, რომ შენი მიზნები, ოცნებები და სურვილები გვერდით გადადო. პირიქით ვფიქრობ, რომ კი რამ ჩემ ცხოვრებაში თუ ბევრი სირთულე შემოიტანა, რაზეც უკვე ვისაუბრე, უდიდესი მოტივაციის წყარო იყო და რაღაცნაირად კირასთან ერთად მეც ელვისის სწრაფით გავიზარდე და ჩემ ცხოვრებას ვარ საერთოდ სხვანაირად შევხედე, საერთოდ სხვა კუთხით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით, უფრო მეტი მონდომებით, თუ მაგალითად კირამდე მეტაკლებად უფრო მეტად ზარმაცი ვიყავი, უფრო მეტად რაღაცების ფეხებს დაკიდება შემეძლო და არ მქონდა იმის мотиваცია, რომ რაღაცები მეკეთებია ბოლომდე და აი მართლა მაქსიმალური დამედო ჩემი შესაძლებლობების, კი რამ ზუსტად ეგ გააკეთა, რომ მომცა мотиваცია იმისთვის, რომ განვითარდე, ვიყო საუკეთესო, შეუქმნა მას უზრუნველი ცხოვრება. რას აკეთებდე? მუშაობ. ანუ ძალიან იცემები დედა, მედიტირებ. გოგორ, საიდან მოიგონე? ეს ვიცი. და ყოველთვის ესე ვუყურებ, რომ ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გქონდეს სიმშვიდე, თუნდაც მისი მეურნეობის გარეშე შეეძლოს მისი შვილისთვის ფინანსური უზრუნველყოფა. ჩვენ არავინ არ ვიცით რა მოხდება ხვალდაზექ. ანუ ვერავის პატიოსნებაზე თავს ვერ დადებ, შეიძლება მოგიბრუნდეს შენი მეურნეობარი და გითხრას, რომ აღარ უყვარხარ და მოგიწიოს ამაზე თვალის დახვეწა და ანუ ვფიქრობ, რომ ძალიან რთული არის ამის გადატანა, როცა შვილები გყავს მით უმეტეს. ამიტომაც ქალებო, it's okay თუ შენ შვილს 100%-იან ყურადღებას არ უთმობ, გყავს ძიძა, ან გეხმარება ვინმე სხვა ადამიანი და მათ შორის რა თქმა უნდა გეხმარებოდეს მამაც და მე ამაშიც გამიმართლა, იმიტომ რომ ჯავახაც აქტიურად არის ჩართული კირას აღზრდაში და ძალიან ხშირად იტოვებს მას, როგორც ჩემი დედამთილი, ასევე ჩემი ქმარი. და ამას ჩვეულებრივად აღვიქვამ როგორც ნორმალურ ქმედებას მამის, რადგან ისიც ჩვეულებრივ მშობელია. მე არასდროს არ წარმომერგინა, რომ რაღაც ჩემ ცხოვრებას გავატარებდი უბრალოდ დიასახლისის როლში. ეს არ არის ჩემთვის, რა თქმა უნდა მე ძალიან მიყვარს დედობაც, დიასახლისობაც, ცოლობაც, სახლში ტრიალი, საჭმელების გაკეთება და ასე შემდეგ, მაგრამ რუტინულად ამის კეთება უბრალოდ ჭკუიდან ვშლის. და ანუ არც განიხილებოდა ის, რომ უნივერსიტეტს არ გავაგრძელებდი, ვიცოდი, რომ ეს აკადემიური საღება იყო დროებითი გადაწყვეტილება, რაც ჩემ შვილს სჭირდებოდა პირველ რიგში, პირველ თვეებში დედაზე ძალიან არის დამოკიდებული ბავშვი და მისთვის ფიზიკურად მნიშვნელოვანია, რომ დედასთან იყოს ახლოს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სრულიად ადეკვატური და ნორმალური გადაწყვეტილება მივიღე ეს 1 წელი აკადემიური საღებამ, დამიხმარა, რომ კირასთან დავიმყარები ემოციური სიახლოვე და ამის შემდეგ გავაგრძელე ჩემი მიზნებისკენ სვლა, რაც სრულიად ნორმალურია. ნამდვილად არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ყველაფერი გავაკეთოთ დროულად, იმიტომ რომ ზოგჯერ დროულად არის ცოტა ხნის შემდეგ და ეს ფიქრები ზოგადად მე ძალიან მაწუხებდა, იმიტომ რომ ვერ ვიტან საქმის გადადებას იცით, მაგრამ როდესაც ფიზიკურად გრძნობ, ემოციურად არ ხარ მზად რაღაც გადაწყვეტილებს და არ იცი. ან მე ვაბარებდი მაგისტრატურაზე, მაგრამ ვერ ხვდებოდი, ანუ რისთვის მჭირდებოდა ვერ ხვდებოდი, არ მინდოდა სწავლა და რაღაცნაირად იმდენად არ მინდოდა, იმდენად არ ვუშვებდი ამ ფიქრს საკუთარ გონებაში, რომ ფიზიკურად არ ვიყავი მზად, იმდენად გადაღლილი ვიყავი მაგ პერიოდში უნივერსიტეტში სიარული და ყველაფრით, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა, უბრალოდ ასვენება მჭირდებოდა. რეალურად არც დამისვენია, სხვა მიმართულებით განვითარდი, მაგრამ ჩემთვის ის 2 წელი იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩემი სულიერებისთვის მიმხედა. რაღაცა ფსიქოლოგიურად დაავაგებულიყავი და სხვა მიმართულებით მესწავლა, ქალური ენერგეტიკები მესწავლა, სულიერი პრაქტიკები მესწავლა, მედიტაციები, რაღაცა სულიერებაში შევსულიყავი და ვფიქრობ, რომ ამ 2 წელში გაცილებით უფრო მეტი რამ ვისწავლე, აღმოვაჩინე საკუთარ თავშიც, სხვა ადამიანებშიც, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ მაგისტრატურაზე სწავლით ვერ მივიღებდი. დღეს უკვე ვიცი, რომ მინდა მაგრამ არ ვიზღუდავ საკუთარ თავს. პროცესის ნებისმიერ ეტაპზე თუ მივხვდები, რომ აღარ მინდა, არ ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ ეს გავაკეთო. არ ვარ იმ ადამიანების კატეგორიაში, რომელიც თავს
ატყუებენ და სიზარმაცის გამო რაღაცეებს არ აკეთებენ. მე არ ვარ ზარმაცი ადამიანი, პირიქით ძალიან შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრ რაღაცას ვაკეთებ, რაც შეიძლება რომ დასაზარი იყოს. ამიტომ თუ ვიგრძნობ იმას, რომ არ მინდა, შესაბამისად ის არ მჭირდება. ამიტომ ცოტა ხანი დავისვენებ და ამის გამო საკუთარ თავს არ დავისტრესავ. ადამიანები ზოგადად ვსწავლობთ მაგალითებით. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა წიგნი წაიკითხოს, კი არ უნდა უთხრას რომ წიგნი წაიკითხეო. უნდა დაგინახოს რომ წიგნს კითხულობ. შესაბამისად კი რასაც ხედავს, რეალურად არის ის, რომ სულ ლექციები მაქვს, სულ მეცადინეობ. მაგრამ ვცდილობ რომ მასთან ხარისხიანი დრო გავატარო, ვაფერადებთ. რაღაც სწორ მესიჯებს ვუგზავნი, რაც მისთვის და მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბებიებთან და მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. არ არის ჩემზე მიჯაჭვული საერთოდ. ნებისმიერ თქვენგანთან დარჩება, კი რა თუნდაც ერთი კვირით. კი რა მიცის, რომ დედა მუშაობს, რომ ფულს გამოიმუშავებს, რომ რაღაც მიზნები აქვს და ამ მიზნებისკენ მიდის. და ხო, ალბათ მგონია, რომ კარგი დედობა ეგ არის, რომ აჩვენო, როგორი არის ჯანსაღი ურთიერთობა წყვილს შორის და როგორი არის წარმატებული ქალი, რომელიც ბედნიერი, რომელსაც მეგობრები ყავს, თავის საქმე აქვს, რაღაც მიზნები აქვს. ანუ შენ უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც გინდა რომ შენი შვილის მომავალში იყოს. არა მგონია, რომ ვინმეს არ უნდადეს ის, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, წარმატებული, შემდგარი, ცოტა დამოუკიდებელი ქალი. შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ მას მაგალითი, როგორი უნდა გაიზარდოს, თორსა დიდი გოლი გახდება. ხო, აი, რაღაცნაირად ძალიან დიდი პროპაგანდა არის წამოსული, უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთოდ უნივერსიტეტის გაშვება მიდის სისტემატიურად, რომ თითქოს აი უნივერსიტეტი არავის არ ჭირდება, გაიარე 6 თვიანი კურსი, გამოიმუშავა იმაზე მეტი, ვიდრე ექიმი გამოიმუშავებს 10 წელიწადში. ეს არის არ ვიცი, ცოტა ბოროტება არის რა, ამაზე რაღაცა ამით რეკლამის კეთება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩაბაროს უნივერსიტეტში სკოლის შემდეგ. ეს არის ჩემი პირადი აზრი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს სისტემაში ყოფნა გაძლევს იმის мотиваციას, რომ რაღაც ისწავლო, რაღაც ახალი გაიარო და ჯერ ეს თვითონ ფორმატიც განსხვავებულია, ხო? ეხლა მესმის რომ კურსი ოკეი არის, რაღაც 6 თვიანი, 1 წლიანი, 2 წლიანი, მაგრამ უნივერსიტეტში არის ინტენსიური სწავლება, ხო? შენ წელიწადში გადიხარ 12 ან უფრო მეტ საგანს და სხვადასხვა მიმართულებით სწავლობ. ანუ აი, მარტო ერთი მიმართულებით კი არ სწავლობ, PR-ს მაგალითად სწავლობ, ანუ სხვადასხვა მიმართულებად, აი ეხები, სხვადასხვა ამბავს და შენ უკვე ხვდები, რომელი გაინტერესებს, რომელშიც უფრო კარგად ხარ და თან ეს იმდენად ჯაჭვური არის ნებისმიერ სფეროში, რომ აუცილებელია უნივერსიტეტი, უფრო მეტად სანდო არის, უფრო მეტად მეტი შესაძლებლობა აქვს იმის, რომ საინტერესო ადამიანებთან ქონდეს კომუნიკაცია, ახალი ადამიანები გაიცნო. მგონია, ამაზე არც თან ხვდებით, რომ უნივერსიტეტი გაძლევებით უფრო ძლიერი სასწავლო შესაძლებლობა, ვიდრე ნებისმიერი კურსი, ხო? კურსები არის უბრალოდ ამ ცოდნის გასაახლებელი, რაღაცა შემახალისებელი, ახალი ინფორმაციის დამატების შესაძლებლობა. უნივერსიტეტი არის ის დაწესებულება, სადაც ღრმა ცოდნას იძენ. სიმართლე გითხრათ, უშუალოდ გამოცდის ნაწილში საერთოდ არ მერვილობ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ერთ-ერთი რასაც ვნერვილობ არის ის, რომ თბილისში მე და კირას მარტო მოგვიწევს ყოფნა, შესაბამისად, თუ აი რაღაცნაირ სალექციო პროცესს ვერ დაემთხვა მისი სკოლის განრიგი, მაშინ მომიწევს, რომ უნივერსიტეტში ვიარო კირასთან ერთად და ამისთვისაც მზად ვარ. მზად ვარ, რომ კირა წავიყვანო ყველა ჩემს ლექციაზე და რაღაცნაირად ერთად გავატაროთ უნივერსიტეტის პერიოდიც. არაფერს არ მეშინია, ვიცი რომ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვი, თუ მართლა მომინდა, იმიტომ რომ ანუ ეგეთი ვარ. უბრალოდ არ ვჩერდები. ამ ეტაპისგან რეალურად ველოდები ახალ мотиваციას, ახალ ადამიანებს, ახალ ინფორმაციას, რაღაც სისტემურობას. ფაქტიურად არ შემიძლია ეს რაღაცა პარალელურ რეჟიმში თუ რაღაცას არ ვსწავლობ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. სულ რაღაცა უნდა ვისწავლო და მირჩევნია რომ ეს გავაკეთო ისეთ გარემოში, სადაც პროფესიონალები იქნებიან და საინტერესო ადამიანებს გავიცნობ. თუ თქვენც ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ დედობა ცხოვრების დასასრულია, რაღაცნაირად თქვენი კარიერა დასრულდა და თითქოს რაღაცნაირად თქვენი ცხოვრება გვერდით მიდის და ვიღაცები ვითარდებიან და თქვენ მხოლოდ ბავშვის ზრდით ხართ დაკავებული, მინდა დაგავშვიდოთ და გითხრათ, რომ ამაზე დიდი საქმიანობა ქალისთვის არ არსებობს. ეს არის ბედნიერება, ეს არის სიხარული და ეს არის აი ყველაზე დიდი მიღწევა ქალის ცხოვრებაში.
მესმის, რომ ფიქრობთ, რომ სულ ესე იქნებით, როგორც ახლა ხართ, მაგრამ დამირწმუნეთ, რომ ეს ესე არ იქნება. მეც გავიარე ეგ ფიქრები, მეც გავიარე ეგ პერიოდი, მაგრამ ღმერთის წყალობით და ადამიანებით, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან, იმით, რომ დავიჯერე საკუთარი შეძლებობების, ავდექი და შევძელი, რომ რაღაცნაირად დამებალანსებია დედობა, განათლება, მუშაობა, მეგობრები და სხვა ცხოვრებისეული ასპექტებიც. ამიტომაც მეც თუ შევძელი, შენც აუცილებლად შეძლებ. თავარია რომ არ დანებდე, პოზიტიურად შეხედე ყველა ცხოვრების ეტაპს და გჯეროდეს იმის, რომ ეგეც გაივლის. აუცილებლად მოვა დრო, როცა შენი შვილი წავა ბაღში, მაქსიმალურად შეეცდები მაგ პერიოდში, რომ ცხოვრება ახლდან დაიწყო, გექნება გაცილებით უფრო მეტი мотиваცია და უფრო ახალ საფეხურზე ახვალ, იმიტომ რომ რეალურად ბავშვის გაჩენის იდეალური დრო არ არსებობს. ანუ არ არსებობს, ვერ იტყვი, აი 35 წელს რო ვიქნები, მე გავაჩენ და არ იქნება, ეგეთი დრო არ არსებობს. ამიტომაც ისურვებთ გამძლეობას. ქალებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგვიძლია და ეჭვიც არ მეპარება, რომ კაცებზე გაცილებით უფრო მეტი შეგვიძლია. აუცილებლად გელოდებით კომენტარებში, რომ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება დედობაზე, ზოგადად სწავლაზე და მაგისტრატურასთან დაკავშირებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ მოგეწონება მსგავსი ვიდეოები, შემიძლია რომ ხშირად შემოგთავაზოთ, აუცილებლად დაწერეთ ნებისმიერი კითხვა კომენტარებში და გიპასუხებთ. მიყვარხართ!